ჩვენთან რაიონში მოხდა ესეთი ტრაგიკული შემთხვევა, როცა ორმა ძაღლმა პრაქტიკულად შეუჭამა ბავშვს თავი. ანუ ბავშვს ჰქონდა სასწაული რბილ-ქსოვილოვანი დეფექტი თავის არეში. ბავშვი გადარჩა, გადმოიყვანეს თბილისში, მიიყვანეს იაშვილის საავადმყოფოში. ჩვენ გავდიოდით შვებულებაში, საახალწლო პერიოდი იყო და მახსოვს, მე მანქანით უკვე მივდიოდი სადღაც. მოვატრიალი მანქანა იქვე დიღომში შევედი იაშვილში. ეგრევე ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ბავშვი არის სასწრაფოდ საოპერაციო. იაშვილის კლინიკაში არ არის ისეთი პირობები, რომ ეს მიკროქირურგიული ოპერაცია გაკეთდეს. იაშვილის პედიატრების და მთელი იმათი ჯგუფის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების დახმარებით იმათი რაღაცეები გადმოვიტანეთ ჩვენთან კლინიკაში. მთელი სამინისტრო და მთელი სამედიცინო საზოგადოება იყო ჩართული, გადმოვიყვანეთ ეს ბავშვი. წინა საახალწლო პერიოდში გავაკეთეთ ოპერაცია, პირველი გაკეთდა გადანერგვა რბილი ქსოვილების ნახევართავზე და ორ კვირაში იგივე ოპერაცია გაკეთდა მეორე ნახევარზე. ანუ იქ არც ლოდინის დრო იყო, არც რეაბილიტაციის დრო იყო, ორი ზედიზედ სასწრაფო ოპერაცია გაკეთდა პრაქტიკულად 2 კვირის განმავლობაში.